ზუგდიდის ნომერ 77 საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი ხელმძღვანელი ყავს. ახალმა წევრებმა პირველ სხდომაზე თავმჯდომარედ მირანდა მესხი აირჩიეს, რომელმაც ნანო უჯავა შეცვალა, თუმცა ეს უკანასკნელი გააგრძელეს მუშაობას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. ამასთან დღევანდელ სხდომაზე არჩეულ იქნა კომისიის მდივანი ნანა შენგელია. ზუგდიდის ნომერ 77 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცესი მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრას დაესწრო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბათლო მეშელია, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. ოპოზიციური პარტიის დეპუტატის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში მმართველი გუნდი აქტიურად ერევა და ქართული ოცნების საახლობლო წრე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. პირველივე სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაირჩიეს ქალბატონი მირანდა მესხი, რომელიც არის ქალბატონი თამარ ჟვანიას CSKO-ს თავმჯდომარის უახლოესი მეგობარი, მათ ნათელმირონობა აკავშირებთ ერთმანეთთან. ერთი წევრი არის საკრებულოს თავმჯდომარის მეზობელი, მეორე წევრი არის რესპუბლიკური პარტიის კონკრეტული წევრი, რომელიც ბოლოს ყრილობაზეც ესწრებოდა რესპუბლიკური პარტიის. მესამე წევრი არის წლების განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიებში. ეს არის ნეპოტიზმის კიდევ ერთი მაგალითი და ჩვენი აზრით ხელისუფლება ცდილობს ამ ადამიანების მეშვეობით მომავალი არჩევნების გაყალბებას, რომელიც პრაქტიკულად მაინც არ გამოუვა. CSKO-ს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან ახლობლობას არ უარყოფს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. მაგის ბავშვის ნათლია ვარ. რა იცვლება ამით? მირონი მაკავშირებს მეტი არ ხდება. თამარ ჟვანიას შვილის დიახ. თუმცა ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ აღნიშნული არ ყოფილა მთავარი ფაქტორი მის დანიშვნაში. მისი თქმით, ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ყველაფერი ჩატარდა პროცედურულად გამართულად, კანონმდებლობის ჩარჩოებში არანაირი დარღვევას ადგილი არ ქონია, არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, არანაირი პარტიის იარლიყი არსაიდან არა მაქვს. მოსული ვარ არასამთავრობო სექტორიდან, პროფესიით გახლავართ სოციოლოგი. ოპოზიციური ფრაქციის წევრის მიერ გამოთქმულ ბრალდებაზე ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს დავუკავშირდით. მერაბ ქვარაიამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა იმ მიზეზით, რომ არ იმყოფება ზუგდიდში, თუმცა აღნიშნული უარყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუამ, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი და ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელიცაა, განაცხადა, რომ ლეილა ლაშხია არ არის პარტიის წევრი და ყრილობაზე სტუმრის რანგში იმყოფებოდა. ის არ გახლავთ პარტიის წევრი. მას აქვს გამოცდილება, როგორც ჩემთვის ცნობილია, სხვადასხვა სახის საარჩევნო ადმინისტრაციაში. რაც შეეხება პარტიის წევრობას, ის არასოდეს არ იყო პარტიის წევრი და აქტივისტი. ხოლო რაც შეეხება ყრილობას, პარტიის ყრილობაზე და სხვადასხვა შეხვედრებზე, გარდა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისა, ხშირად იქ არიან სტუმრის სტატუსით მოქალაქეები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით საოლქო საარჩევნო კომისიების ხელახალი დაკომპლექტება წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლამ განაპირობა.